მოგესალმებით. 13 დეკემბერს გვექნება ახალმთვარეობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში 21 გრადუსზე 03 საათსა და 32 წუთზე დაძაბული ასპექტით ნეპტუნთან. რომ ახალმთვარეობა ეს არის ახალი ენერგიები, ახალი წამოწყებები, რომელიც ადამიანს სურვილს უჩენს, რომ ჩაერთო ძალიან მასშტაბურ და საინტერესო საკითხებში, მაგრამ ამ პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ამ ყველაფრისგან, რადგან ეს პერიოდი ტყუილებთან, თვითმოწყობასთან, ენერგიის ტყუილად ხარჯვასთან არის დაკავშირებული, რაც იმედგაცრუების ალბათობებს ზრდის. ეცადეთ სწორედ მიმართოთ თქვენი ენერგია იმ კუთხით, რომ გადახედოთ თქვენ შეცდომებს და ახლებურად მისცეთ რეალიზაციის კუთხით განვითარება. ფრთხილად იყავით ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეებში, სიფრთხილე გმართებთ ემოციურ დაძაბულობასთან, გზებზე, დაპირისპირებებთან, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ვირუსული და ინფექციური დაავადებები გახდება აქტიური. 14 დეკემბერს კი ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მერკური, რომელიც არის კომუნიკაციის, გადაადგილების, კონტაქტების და ასე შემდეგ პლანეტა და სწორედ ეს ხდება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 2 იანვრამდე. პირველ რიგში ახალი წამოწყებებისგან, როგორიც არის საქმიანი საკითხები, კომუნიკაციები, მოლაპარაკებები, გაცნობა, ქონების ყიდვა, ტექნიკის ყიდვა, ამისგან ყველაფრისგან თავს ვიგან, როცა უკვე მერკური გასწორდება, შემდეგში პრობლემური აღმოჩნდება ყველა ჩვენი ქმედება. მერკურის უკუმავლობის პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, გადახედოთ საბუთებს, საქმიან საკითხებს და ადამიანებს. კარგია ავტომობილის ან გაფუჭებული ნივთების შეკეთებისთვის, ან უფროსებთან დაძაბული ურთიერთობის მოსაგვარებლად. ყველა იმ საკითხის მოგვარებისთვის, რომელიც აქამდე პრობლემური იყო და ვერ აგვარებდით. ან შეგიძლიათ დაამთავროთ ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეგიშალეს წინ სვლაში. ეს პერიოდი მოერიდეთ აუცილებლად გარჩევებს, კონფლიქტურობას, სიფრთხილე იქნება საჭესთან, რადგან ავარიულობის ალბათობები აქ ძალიან მაღალია, ყველა იმ საკითხ, რომელიც კომუნიკაციასთან არის დაკავშირებული. შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, მე ღერძულად განვიხილოთ როგორც ყოველთვის, მაგრამ ვისაუბრებ, როგორ იმოქმედებს რეტრო მერკური ყველა ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძი სასწორი. ვერძებისთვის თქვენ მოგიწევთ სამსახურეობრივი საკითხების გადახედვა, ეცადეთ ეს პერიოდი საქმიანი კუთხით, კომუნიკაციების კუთხით, რომელიც უშუალოდ უფროსებთან, სამსახურთან არის დაკავშირებული, რაც პრობლემურია, მოაგვაროთ, ან შეგიძლიათ დაამთავროთ. ხოლო სასწორებს გაუფრთხილდით თქვენს ოჯახს დაძაბულ სიტუაციებს, ეცადეთ ეს პერიოდი შეიკავოთ თავი უძრავი ქონების ყიდვისგან, ან თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები წამოიწევს წინ, შეგიძლიათ გადახედოთ და გამოასწოროთ ეს პრობლემები. კურო მორიელები. კუროებისთვის თქვენ უნდა ჩაერთოთ იმ საქმეებში და მიუბრუნდეთ ან გამოასწოროთ, რომელიც ეხება უცხოელ პარტნიორებს, კონტაქტებს, გადაადგილებებს, ავტორიტეტულ ხალხთან პრობლემური საკითხების გამოსწორებას, სწავლის საკითხები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადადებული ჰქონდათ, შეგიძლიათ ეხლა ეს პერიოდი გამოიყენოთ, რომ ისევ თავიდან ჩაერთოთ ამ საკითხებში, მორიელებისთვის, შესაძლოა მიუბრუნდეთ ძველ ნაცნობებს, აღადგინოთ ძველი კონტაქტები, ან მოგიბრუნდეთ ძველი ადამიანები, მეგობრები, გამოასწოროთ თქვენი კონტაქტები უშუალოდ ახლო გარემოში. ან მიიღოთ რაღაცა წერილი, ან ზარი, რომელიც ძალიან გაგახარებთ. ტყუპებო, თქვენთვის ემოციური ფონი იქნება გაზრდილი, ეცადეთ ის ტკივილების შფოთვები, შიშები, რომელიც გქონდათ, უკან დატოვოთ, რომელიც პრობლემური იყო თქვენთან ამ ხნის განმავლობაში, გადახედეთ იმ პერიოდს, რომელიც ხელს გიშლიდათ, ან ტოქსიკური ადამიანები იყვნენ თქვენს ცხოვრებაში, შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაამთავროთ და უკან მოიტოვოთ. ამ პერიოდში მოერიდეთ ბანკებთან უშუალოდ კონტაქტს და აიღებთ ვალებს. ასევე მშვილდოსნებთან ფინანსური საკითხები იქნება თქვენთანაც აქტუალური. აუცილებლად გადახედეთ თქვენს სურვილებს, თქვენს პრიორიტეტებს,
მოერიდეთ დანახარჯებს, ნუ აიღებთ ვალებს. კიჩხიბი თხის რქები, კიჩხიბებისთვის თქვენთვის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები გააქტიურდება, სადაც შეიძლება მობრუნდნენ ძველი ადამიანები და აღადგინოთ სასიყვარულო ურთიერთობები, გადახედეთ უშუალოდ იმ პერიოდებს, რა გიშლიდა თქვენს ურთიერთობებში ხელს და შეგიძლიათ გამოასწოროთ. ან თუ თვლით, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში რაღაც პრობლემური საკითხები არის წამოწეული და ხელს გიშლით ამ ურთიერთობის განვითარებაში შეგიძლიათ დაამთავროთ. მათ თქვენს ჯანმრთელობას, თხისგება თქვენ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ ავლენთ ადამიანებთან თავს, რა პრობლემებს უქმნით მას, ან რა პრობლემებს გიქმნიან პარტნიორები. დაარეგულირეთ ეს სიტუაცია, ან ხელისშემშლელი ფაქტორები სამუდამოდ მოიშორეთ. ლომი მერწყულები, ლომებმა სამსახურში, თქვენს ყოველდღიურობაში, თქვენს რუტინულ თემებს გადახედეთ, რომელიც დეტალებით არის აგებული, მიაქციეთ ყურადღება, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი თქვენს ყოველდღიურობაში, გამოასწორეთ, მიაქციეთ აუცილებლად ჯანმრთელობას ყურადღება. მერწყულებს მოგიწევთ გადაფასება, დაფიქრება იმ საკითხებთან, რომელიც ხელს გიშლიდათ, გაურკვევლობების შიშები, მოიშორეთ ტოქსიკური ადამიანები, ჭორიკანა ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, გაიუმჯობესეთ თქვენი ჯანმრთელობა ამ პერიოდში. ქალწული თევზები, ქალწულებისთვის შესაძლოა საყვარელი ადამიანი დაგიბრუნდეთ, ან ვინც დიდი ხნის განმავლობაში შვილის საკითხებით, შვილის თემასთან დაკავშირებული საკითხებით იყავით დაკავებული, შეიძლება ისევ ეს თემა წამოიწიოს წინ და აქტუალური გახდეს და გადახედვა მოგიწიოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო თევზებს კი, რომელიც ერთიან მასშტაბურ საქმეში იყავით ჩართულები, რომელიც ეხებოდა თქვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს, საქმიან პრობლემებს, შეგიძლიათ გადახედოთ, გამოასწოროთ, თუ გონიათ, რომ ის თქვენთვის ხელისშემშლელია და განვითარებაში გიშლით ხელს, შეგიძლიათ მოიშოროთ. დიდი მადლობა ყველას, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ხოლო პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში, როგორც Facebook, ასევე Instagram გვერდზე.